მოგესალმებით board games corner-დან. დღეს განვიხილავთ სამაგიდო თამაშს ორ-ოროს გამოქვაბულის თავგადასავლები. მე რენატა ცვაიგახლა ვართ, თამაშის ავტორი, კლინიკური ფსიქოთერაპევტი, კოუჩი და ტრენერი. ორ-ოროს გამოქვაბულის თავგადასავლები არის უნიკალური კონცეფცია, რომელიც ასწავლის ბავშვებს 8-დან 16 წლამდე ემოციური ინტელექტის ძირითად კონცეფციებს და ავითარებს მათში ემოციური ინტელექტის საკვანძო კომპეტენციებს. თამაშს მოყვება დეტალური ტექსტური და ვიდეო ინსტრუქცია, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გახსნათ QR კოდის მეშვეობით. აგრეთვე თამაშს მოყვება ემოციური ინტელექტის ტესტი, თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ მოთამაშეს ემოციური ინტელექტის დონე და მიიღოთ რეკომენდაციები გაუმჯობესებასთან დაკავშირებით და აგრეთვე თამაშს მოყვება 12 მინი ლექცია, რომელშიც ბავშვისთვის გასაგები ენით ახსნილია ემოციური ინტელექტის ძირითადი კომპეტენციები. თამაშის ფაბულა ვითარდება 4 მონსტრის, ტორო, მიკას, ჰიუკის და ლიმპოს თავგადასავლების გარშემო. მონსტრები ცხოვრობენ ორ-ოროს გამოქვაბულში და ისინი ეჯიბრებიან წითელი ჯუჯების ტომს, გადიან რთულ სიტუაციებს ვაკას-ოკების ტერიტორიაზე და იკვლევენ ერთობლივი წარმოსახვის წვას. თამაშის წესები საკმაოდ მარტივია, ამას ახსნი. მთელი არსი იმაშია, რომ მოთამაშეები აგროვებენ ჯადოსნურ ქვებს, გვაქვს ერთი ლამაზი ჯადოსნური ქვები და იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე დაგროვებს 5 ჯადოსნურ ქვას, მას ეკუთვნის პირველი კონვერტი, ეს არის ძალაუფლების კონვერტი. 7 ქვის შემთხვევაში მოთამაშე მიიღებს მეორე კონვერტს, ეს არის ნდობის კონვერტი და 9 ქვის შემთხვევაში მოთამაშე მიიღებს ბოლო კონვერტს, ეს არის ინტუიციის კონვერტი. კონვერტების მეშვეობით მოთამაშეები შეიძენენ განსაკუთრებულ ძალებს და მათ ექნება ძალაუფლება დანარჩენ მოთამაშებზე. სანამ თქვენ დაიწყებთ თამაშს, აუცილებლად აიღეთ ესეთი ბორდი და თქვენ დაგჭირდებათ ზურგის და მატარებლის სტიკერების მოთავსება მეორე კონვერტში. ეს ყველაფერი დაგჭირდება თამაშის განმავლობაში. ეხლა მე ახსნით წესებს და შემდეგ ნიასთან და ივასთან ერთად ჩვენ გაჩვენებთ თამაშის მოკლე მონაკვეთს. წესები შემდეგშია. თუ თქვენ მოხვდებით კითხვის ოთხკუთხედზე, თქვენ იღებთ კითხვის ბარათს, კითხავთ სიტუაციას კითხვის ბარათზე და შემდეგ პასუხსცემთ. ყველა პასუხი არის უჩინარი და ფანრის მინატებით უკვე გამოჩნდება სწორი პასუხი ესეთი გზით. იმ შემთხვევაში თუ თქვენ სწორად პასუხებთ, გეკუთვნით ერთი ქვა. თუ თქვენ მოხვდებით გულის ოთხკუთხედზე, ამ შემთხვევაში თქვენ იღებთ გულის ფორმის ბორდს, იღებთ ერთ ემოციას ამ ბორდიდან, მაგალითად მე ხა შემხვდა ბრაზის სახე, ეს ნიშნავს რომ მე უნდა ვიპოვო ბრაზის სახე ამ ბორდზე, გადავამოწმო რამდენად ემთხვევა ნომერი ამ ბარათზე და ნომერი აქ და სწორი პასუხის შემთხვევაში მეკუთვნის კიდევ ერთი ქვა. იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე მოხვდა მზის ოთხკუთხედზე, მზის ოთხკუთხედი ეს არის თანარგდომის ოთხკუთხედი, ამ შემთხვევაში ვიღებთ ამ ბარათს, აქ არის ორი დავალება და ორივე პასუხის შემთხვევაში მოთამაშე მიიღებს 2 ქვას და ამ ოთხკუთხედზე მოთამაშე შეუძლია მისცეს ერთი ქვა ნებისმიერ სხვა მოთამაშეს თავისი უბრალოდ საერთო მარაგიდან. იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე მოხვდება რჩევის ოთხკუთხედზე, ეს არის ქუდის ფორმის ოთხკუთხედი, ეს არის აქ მოთამაშე კითხავს სიტუაციას და მის ამოცანა გასცეს რჩევა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით. ამაში მოთამაშეს ეკუთვნის ერთი ქვა და ტვინიკოსის სტიკერი, გვაქვს ძალიან ლამაზი ტვინიკოსის სტიკერები და მოთამაშე ათავსებს თავის ტვინიკოსის სტიკერს. აქ ტვინიკოსის სტიკერების ადგილას ბორდის კუთხეში. სულ მოთამაშე შეუძლია დააგროვოს 4 ტვინიკოსის სტიკერი და იმ შემთხვევაში თუ დააგროვოს 4-ვეს, მას ენიჭება ზე კოსმოსური ტვინიკოსის წოდება. იმის შემდეგ, რაც მოთამაშე გასცემს პასუხს, გასცემს რჩევას, შეუძლია იკითხოს სხვა მოთამაშეებს, ხომ არ აქვს მათაც რჩევა ამ სიტუაციასთან დაკავშირებით და თუ მათ აქვს განსხვავებული და საინტერესო რჩევა, რომელიც მოსწონს ძირითად მოთამაშეს, მას შეუძლია სტიკერის ჩუქება მოთამაშეებისთვის და ისინი ათავსებენ სტიკერებს თავიანთ სტიკერების ადგილას. იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე მოხვდება პორტალის ოთხკუთხედზე, იღებს პორტალის ბარათს, აქ არის ესეთი ორი კითხვა. არასწორი პასუხის შემთხვევაში მოთამაშე მიდის 2 დაბიჯით უკან, ისრის მიხედვით და მას არ ეკუთვნის ქვა ამ შემთხვევაში. სწორი პასუხის შემთხვევაში მოთამაშე იღებს 1 ქვას და ეგრევე გადადის 2 უჯრით წინ, ასრულებს ამ უჯრის დავალებას და ამაშიც მას ეკუთვნის ქვა.
იმ შემთხვევაში თუ მოთამაშე მოხდება ბაყაყის ოთხკუთხედზე, ეს არის ჭაობის ოთხკუთხედი, მოთამაშე რჩება აქ, ჭედება ამ ჭაობში, მას შეუძლია ეგრევე გამოსვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მოთამაშე აჩუქებს მას თავის ქვას, თავისი პირადი მარაგიდან, სხვა შემთხვევაში ეს მოთამაშე რჩება ჭაობის ოთხკუთხედზე, სანამ არ მივა მისი ჯერი შემდეგ რაუნდში. თუ მოთამაშე მოხვდა ცისარტყელას ოთხკუთხედზე, ეს არის გართობის ოთხკუთხედი, აი აქ გვაქვს ძალიან განსაკუთრებული სიტუაცია, აქ მოთამაშეს ამოცანა წაიკითხოს სიტუაცია და განასახიეროს ეს სიტუაცია პანტომიმით, სხეულის მეშვეობით მთელი ემოციური ექსპრესით. როგორც ხედავთ, აქ არის სულ 7 სხვადასხვა უჯრა და შემდეგ ეს უჯრები მეორდებიან. ახლა მე ია და ива ჩვენ გაჩვენებთ თამაშის მოკლე მონაკვეთი. მეგობრებო, გთხოვ გააგოროთ კამერები. 4 ლიას, ива. 2 ივას, აბა. 2 მე. ნე, შენ ჯერია. 1. შენერია. ოკეი, აბა. ლიმპო ძალიან მოწყანილი და გაღიზიანებული იყო. ის მიკასთან მივიდა და წუწუნი დაიწყო. დიდხანს და ვრცლად უყვებოდა საკუთარ გასაჭირს. რა იქნებოდა შენი რჩევა? პირდაპირ მიაცი რჩევა, დროს ნუ დაკარგავ. უბრალოდ მოსმენას აზრი არ აქვს. ვინმე თუ რამეს გიყვება, ესე იგი შენგან რჩევას ელოდება. ბ. მოусმინე ბოლომდე და გამოხატე თანაგრძნობა. შეგიძლია სახის გამომეტყველებითაც ანიშნო, რომ თანაუგრძნობ. კითხვა დაუსვა ან უთხრა, რომ გესმის მისი. რჩევა მხოლოდ მაშინ იეცი, თუ ამას თავად გთხოვს. გ. მოусმინე და არაფერი თქვა, რომელი ყველაზე დიდი პატივისცემის ნიშანია. სწორი პასუხი. აჰა, აბა გადავუწოთ. ყოჩახ. მე ერთი question. კი ბატონო. კარგი, ива შენ ჯერია. შვენიერია. აჰა, კარგი. აბა, ეს არის თანაგრძნობის ოთხკუთხედი. ლიმპომ ხვლიკის შემოდგომის თბილი ქუდი მოუგსოვა. ქუდი ფერადი და მხიარული გამოვიდა. პეპლებმა დახედეს ქუდს და სიცილი დაიწყეს. შეკითხვა პირველი. რას იგრძნობდა ლიმპო ამ შემთხვევაში? პასუხი A. გაცოფება, სიზღი და უმწეობა. პასუხი B. სიმშვიდე, უმწეობა და სასოწარკვეთა. პასუხი G. გაღიზიანება, ბრაზი და უკმაყოფილება. სწორი პასუხი არის აბა მოდი. შვენიერია, ერთი ქვა შენ, ერთ პასუხში. და მეორე კითხვა. კითხვა ნომერი 2. შენ რას ეტყოდი? როგორ გამოხატავდი თანაგრძნობასა და ხარდაჭერას? მას ეტყოდი, რომ ქუდი ძალიან აბაზი ბოქსოვა. საწყენი არის სხვები დასცინიან თავის ნაშრომს. და მეც მაგალითად მეწკინებოდა თუ ესეთი რაღაც მოხდებოდა. მაგრამ მისი ქუდი გამოზიარის, მე მომწონს და ამის მიხედვით სხვას მოწონებდა. კი ბატონო. ბატონო ива, კიდე ერთი ქვა შენ, ასეთ პასუხში. და შენ შეგიძლია ჩუქო კიდე ერთი ქვა ამ ოთხკუთხედზე, ნიას ან მე, ნია შენ ქვა. კი ბატონო, შვენიერია. მადლობა. ჩემი ჯერია. რჩევაზე მოხდი მე. კარგი, წავედი და ვიღებ რჩევის ბარათს. აბა რა ხდება აქ? სოკოები, აი ჩვენი ვაკა სოკოები, გაბრაზებულები იყვნენ მონსტრებზე, რადგან ბავშვობაში მონსტრები დარბოდნენ იმ ადგილებში, სადაც სოკოები იზრდებოდნენ და მათ ფეხით თელავდნენ. რას ურჩევდით? მეგობრებო, ეხლა მე მოვიფიქრე რჩევას ამასთან დაკავშირებით და თქვენსი ფიქრით, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ გასცეს რჩევა აქ. მე ვურჩევდი, რადგან მაინც მათ შორის მოხდა ეს რთული სიტუაცია ბავშვობაში, მე ვურჩევდი მონსტრებს, რომ მისულიყვნენ ამ სოკოებთან და ძალიან გულახდილად ისაუბრებდნენ ამ სიტუაციაზე და ხო სოკოების განცდებზე, მათ ქცევებზე და ალბათ ბოდიში იქნებოდათ მოსახდელი ამ მონსტრებს და ალბათ მათი მტრული სიტუაციები დამთავრდებოდა ამით. ესე ვფიქრობ მე. ერთი ქვა ამაში მე და ტვინიკოსის სტიკერია. ნია, ива, ხო არ გაქვთ თქვენ რჩევა ამასთან დაკავშირებით? ნია, ხო არ გაქვთ ამ რჩევა? არა. კი ბატონო, ამ შემთხვევაში მოთამაშებს არ რჩევთ, მაგრამ თქვათ რომ ქონდოდეს ამ თამაში პირობითად ნიას ან ივას, ამ შემთხვევაში ქვა არ ეკუთვნით, მაგრამ მივცემდი ტვინიკოსის სტიკერს, რომელსაც პირობითად ნია ან ива მოთავსებდა ტვინიკოსის სტიკერების ადგილას, იმ შემთხვევაში თუ ეს რჩევა იქნებოდა განსხვავებული. ოკეი, პორტალზე მოხდი. ნია, აი აქ, შვენიერია. რა არის სწორი? თუ შენ თანაუგრძნობ ადამიანს აუცილებლად უნდა დაეხმარო. ბ. ხანდახან თანაგრძნობა უბრალოდ ყურადღებით და მოსმენასა და გაგებას ნიშნავს. სწორი პასუხია. აბა მოდი გადავუწოთ. ყოჩახ, ერთი ქვა ამაში შენ,
და ეს ნიშნავს, რომ შენ ავტომატურად გადადიხარ 2 უჯრით წინ. და აქ გვაქვს ჩვენ გართობის ოთხკუთხედი. შენ ხარ უცხო პლანეტელი, პირველად ჩამოხვედი დედამიწაზე, ფრინავი თებში და ყველაფერი გაკვირვებს. გადმოხვედი თებშიდან, მიდიხარ ქუჩაში, ხედავ მოტოციკლს და ცდილობ დაქოქო და გაიარო. ოკეი, ნია, ეხლა ეს უნდა გავჩვენო. ოკეი, ერთი ფაშენ, საერთო მარაგიდან. სუპერ. უი, ივა ჯობში მოხდი. ამ შემთხვევაში ივა ჯობშია და ივას შეუძლიაკიდან გამოსვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რომელიმე მოთამაშე აჩუქებს მას ქვას, თუ არა და ივა დარჩება ჯობში შემდეგ რაუნდამდე. ნია, ხო არ გსურს რომ აჩუქო ივას ქვა. ბატონო, თავისი პირადი მარაგიდან ნია ჩუქნის ქვას. ივა და ეგრევე შეგიძლია გაგრო კამათელი და გამოხვიდე აქედან და მშვენიერია, შენ მოხდი პორტალის ოთხკუთხედზე, აი პორტალზე, კი ბატონო. შეგვიძლია ვიღო პორტალის ბარათი. რა არის სწორი? ტვინი მხოლოდ ლოგიკურია. მას არ აქვს ემოციური ნაწილი. ტვინს აქვს როგორც ლოგიკური, ისე ემოციური ნაწილი. სწორი პასუხი არის აბა მოდი განავმოწმოთ. უი, არა. ეს ნიშნავს, რომ შენ არ იღებ ქვას და მიდიხარ 2 უჯრით უკან. აი, გულწოდა. კი ბატონო, მადლობა, გრჩები შემდეგ რაუნდამდე. ჩემი ჯერია. კი ბატონო. ჩემი იყო წითელი კერა და ლურჯი, ხო? აჰა, კი ბატონო. მე მოხდი გულის ოთხკუთხედზე და გულის ოთხკუთხედს ნიშნავს, რომ მე ვიღებ აი ამ ემოციების ბორცს, ვიღებ ერთ ნებისმიერ ემოციების ბარათს აქედან. ამ შემთხვევაში მე შევხვდა, რა შევხვდა? სევ და თვალები. აქ ზოგადად წერე თვალები, ზოგადად წერე სახე და ეხლა მე ვეძებ სევ და თვალებს აი ამ ბორცზე და ვცდები რომ ვთქვა რომელია. ეგ არ არის მარტივი მეგობრებო. მე მგონი ვიპოვე 21, აბა გადავამოწმო. თუ აქ არის იგივე. კი ბატონო. მე შემეშალა და ქვა არ მეკუთვნის ამაში. კი ბატონო, ნია, შენ ჯერია. კი ბატონო. ნია, და შენ ემპათიის ოთხკუთხედი გადადიხარ მზეზე, კი ბატონო. აბა. ლიმპოს რბოლის ბილიკზე ხის რობოტის მართვის ეშინოდა. მიკა მას ავარჯიშებდა. ერთხელ ლიმპომ დამოუკიდებლად უშეცდომოდ გაატარა ხის რობოტი ბილიკის ბოლომდე. შეკითხვა 1, რას იგრძნობდა მიკა ამ შემთხვევაში? A. სიმშვიდე, გულგრილობა, მიმღებლობა, B. უკმაყოფილება, სევდაუმწეობა, G. სიამაყე, სიხაული, კმაყოფილება. სწორი პასუხია სწორი პასუხი კი ბატონო, მოდი გადავამოწმოთ. სწორია და ერთი ქვა ამაში. შეკითხვა 2. შენ რას ეტყოდი, როგორ გამოხატავი თანაგრძნობასა და მხარდაჭერას? მე ვეტყოდი, რომ თავიდან შეიძლება არაფერი არ გამოვიდეს, მაგრამ თანდათან როცა ივარჯიშებს, მე ბოლოს მაინც გამოვა და ყოველთვის უნდა ეცადოს. კი ბატონო, კიდევ ერთი ქვა ამაში, მადლობა. და ნია, შენ შეგიძლია ჩუქო ნებისმიერ მოთამაშეს ქვა. გიდან, კი, ამ შემთხვევაში მარაგიდან. აჰა, მადლობა დიდი, კი ბატონო. ეხლა ჩემი ჯერი, არა, ივა, შენ ჯერია მოკლედ. ივა, მშვენიერია და შენს მოხდი ემპათიის ოთხკუთხედზე. აჰა, აი, მშვენიერია, კარგი, მოდი ავიღოთ. მიკამ დაკარგა თავისი სათამაშო დათუნია, რომლის გარშეც დაძინება ძალიან უჭირდა. შეკითხვა 1. რას იგრძნობდა მიკა ამ შემთხვევაში? A. სიყვარული, სიმშვიდე, დაცულობის განცდა. B. ბრაზი, რისხვა და დაძაბულობა. თუ G. სევდა, საწუწარკვეთა და გულისწყობა. სწორი პასუხი არის აბა მოდი ნახოთ. კი ბატონო. და შეკითხვა ნომერი 2. შენ რას ეტყოდი? როგორ გამოხატავდი თანაგრძნობასა და მხარდაჭერას? მე მას ვეტყოდი, რომ რამის დაკარგვა არ არის იშვიათი, არ უნდა ინერვიულოს, ეს უკვე რჩება ეს მაგრამ მაინც ეს არ უნდა ინერვიულოს. და უფრო იოლიკა მისთვის, რომ არ იგრძნოს სევდა, რომ გადაიტანოს ესეთი დაკარგული ნივთი. ოკეი, მშვენიერია. ივა, შენ კიდევ ერთი ქვა გეკუთვნის და შენ შეგიძლია საერთო მარაგიდან აჩუქო ნებისმიერ მოთამაშეს ქვა.
აჰა, მე ბატონო, მადლობა. იმ რამდენი ქვა გაქვს? 5. 5. და ივა ხდება პირველი კონვერტის მფლობელი. მეგობრებო, ჩვენ აქ არ გავხსნით კონვერტს, იმიტომ რომ კონვერტების ინსტრუქცია არის კონვერტში, QR კოდის მეშვეობით და ტექსტის მეშვეობით. აქ უნდა გაითვალისწინოთ, რომ როგორც კი ადამიანი ხდება 5 ქვის მფლობელი, ეგრევე შეუძლია აიღოს პირველი კონვერტი და ამ კონვერტში არის ჩადებული ისეთი განსაკუთრებული ძალები. უბრალოდ გაითვალისწინოთ, რომ თუ ადამიანი ხდება მეხუთე კონვერტის მფლობელი ნაჩუქარი ქვით, მაგალითად ივას მეხუთე ქვა რომ ყოფილიყო არა მისი მოპოვებული, არამედ მაგალითად ნიას ნაჩუქარი თანამგზნობის ოთხკუთხედიდან. ამ შემთხვევაში ივაც უნდა გაეკეთებინა თავისი სვლაჯერ და მერე აეღო კონვერტი და ეგრევე გადახორციელებდა კონვერტის დავალება. სხვა კონვერტების შემთხვევაში ეს წესი არ გვაქვს, სხვა კონვერტების შემთხვევაში ნაჩუქარი ქვით ან მოთამაშის მხრიდან მოპოვებული ქვით მოთამაშე ეგრევე ხსნის კონვერტს და ეგრევე ახორციელებს მის დავალებას. იმ შემთხვევაში თუ სამივე კონვერტი გახსნილია, მაგრამ თამაში ჯერ არ არის დასრულებული და ჩვენ უბრალოდ ვიბრძვით გამარჯვებისთვის და გამარჯვებული პიროვნება იქნება პიროვნება, ვინც პირველი მიდის ფინიშამდე, რა თქმა უნდა, მაგრამ ქვებს აღარ ვაგროვებთ კონვერტების გამო. ამ შემთხვევაში ჩვენ კიდევ გვაქვს დარჩენილი ქვები და ჩვენ ვცვლით ქვებს განსაკუთრებულ უნარებში, რომელიც წარმოდგენილია ამ ბორდზე, მაგალითად ვარ სადღაც აქ, წარმოვიდგინოთ, უკვე მივდივარ ფინიშისკენ, სამივე კონვერტი გახსნილია, მაქვს დარჩენილი მაგალითად 3 ქვა და მე შემიძლია გავცვალო ქვები ამ განსაკუთრებულ უნარებში. 2 ქვა იცვლება ერთ უნარში, მაგალითად ავიღე, აქ არის ესეთი ღირებულებები და ამით ვავსებ პაზლის პრინციპით ერთობლივი წარმოსახვის ტბას ამ შემთხვევაში დავდებ ამ ადგილას. და შემდეგ ჩვენ უკვე მივდივართ ფინიშამდე და გამარჯვებული პიროვნება იქნება პიროვნება, ვინც პირველი აფთარებს ამ თამაშს. მეგობრებო, ჩვენ მივდივართ უკვე ფინიშამდე. ძალიან დიდი მადლობა თქვენ. არაჩვეულებრივად ითამაშეთ. არაჩვეულებრივად გამოხატეთ თანაგზნობა, არაჩვეულებრივად უპასუხოთ ყველა კითხვას. ძვირფასო მაყურებლებო, დიდი მადლობა. იმედია გაერთეთ და გისურვებთ სასიამოვნო თამაშს ჩვენ ბორდგეიმებთან ერთად.